საფეხბურთო კლუბ გორის დილა სტადიონზე დღეს სამინისტროს თასის გათამაშების შიდა ქართლის ფინალური შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს ქარელის იბერია და გორის დილას სამოყვარულო გუნდები შეხვდნენ. შეხვედრა საზეიმოდ ქორეოგრაფიული და მუსიკალური სკოლების მოსწავლეებმა გახსნეს. მატჩი თავიდანვე დილას უპირატესობით წარიმართა და თამაშის მეხუთე წუთზეც ანგარიში საბა სულთანიშვილის მიერ გაატანილმა გოლმა გახსნა. რის შემდეგაც ანგარიშის სხვაობა კიდევ 3 ქულით გიორგი ტუღუშისა და ვანო ხორგუაშვილის მიერ გაატანილი გოლებით გაიზარდა. პირველი ტაიმი დილამ 4 უპასუხო გოლით დაასრულა. მეორე ტაიმში ქარელის იბერიის ფეხბურთელებმა ანგარიშის 2 ქულამდე შემცირებას სცადეს, თუმცა საბოლოო ჯამში უპირატესობა ისევ გორის დილას ფეხბურთელებმა მოიპოვეს და ვანო ხორგუაშვილის მიერ გაატანილმა მე-6 ბურთმა მატჩის ბედი გადაწყვიტა. საბოლოო შედეგით 6-2 დილამ საკუთარ მოედანზე მეტოქე დაამარცხა და ასპარეზობის მომდევნო ეტაპს ანაკლიაში გააგრძელებს. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია, ყველა ვეტერანი გორის დილას ფეხბურთელია, ყველას უმაღლესი ლიგა აქვს. ნათამაშები ძალიან შეკრული კოლექტივი ვართ, კარგი კლასის, მაღალი კლასის ფეხბურთელები გვყავს და ძალიან იმედიანად ჩვენ ალბათ იქაც შედეგს ვაჩვენებთ. მოიგო გორის დილამ, მინდა მიულოცო ეს დიდი წარმატება ანაკლიაში შემდგომ დასკვნით ეტაპზე და იმედს გამოთქვავ, რომ ჩვენი გუნდი ღირსეულად დაიცავს გორის სახელს და პირველი ადგილით დაბრუნდება. ქარელელმა ფეხბურთელებმა წარუმატებელი თამაში მეტოქის სიძლიერით ახსნეს. ძლიერი იმარჯვებს ყოველთვის, რა თქმა უნდა, და ძლიერი ყოველთვის გამარჯვებული იქნება. რა თქმა უნდა, ამ წუთში გორის დილა გამოდგა ძლიერი. სამინისტროს თასის გათამაშება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. ფინალურ შეხვედრას შიდა ქართლის გუბერნატორი და ადმინისტრაციის თანამშრომლები დაესწრნენ. დილას ფეხბურთელებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს აგრეთვე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მომდევნო ეტაპზე წარმატებები უსურვეს. დღეს გაიმართა რეგიონული ფინალი შიდა ქართლისში გორისა და ქარელის გუნდებს შორის. სადაც გამოვლინდა გამარჯვებული გორი, უსურვებს წარმატებას ბოლოცა. დღეს გამოვლინდა გამარჯვებული გორის დილა, რომელიც შემდეგ გააგრძელებს უკვე ბათუმში ასპარეზობას. სამინისტროს თასზე ქვეყნის მასშტაბით ჯამში 1300-მდე გუნდმა მიიღო მონაწილეობა.